მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთიცის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია ლევან ხამბაშიძე. ლევანი არის ჩემი კოლეგა, ფილოსოფოსი და ჩემსავით აირჩია ძალიან საინტერესო გზა ბავშვებთან სკოლის მოსწავლეებთან მუშაობს. ამიტომ მინდა რომ დღეს ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რასაც ვაწყდებით ბავშვებთან მუშაობის დროს და ზოგადად რა უნდა იყოს ბავშვებთან მუშაობაში მთავარი ორიენტირი და რა ელოდება ჩვენს ბავშვებს ამ განათლების რეფორმის პირობებში. ძალიან დიდი მადლობა ლევან, მოწვევისთვის უნდა გითხრათ, რომ ერთი თქვის მეტი არ დაჭირდებიან სხვა სტუმრებისგან განსხვავებით. ხო, ზოგჯერ არის ძალიან ხვეწნა მიწევს ხოლმე. ლევან, ერთი რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა, ხო? აი ძალიან ისეთი ამბავი გვაქვს, ხო, რაღაც მექანიკური პროცესები მიდის განათლების სისტემაში. არის, ხო? ცვლილება რო საჭირო არის, ამაზე ალბათ მე და თქვენს გარდა ყველა ფიქრობს და ჩვენც ასევე ვფიქრობთ, რომ ცვლილება არის აუცილებელი, მაგრამ ერთი არის, რომ მე პირადად ვთვლი, რომ ცვლილება ყოველთვის უნდა მოდიოდეს ქვემოდან, რა მასებიდან და აი ზემოდან გატარებული რეფორმები ყოველთვის არის მტკივნეული საზოგადოებას აქვს პროტესტი ამის მიმართ და როდესაც თუ იმას მივაღწევთ, რომ ისეთი სისტემა გვექნება, რომ ამა თუ იმ სკოლას, ამა თუ იმ კერძო ინიციატივებს ექნება საშუალება რაღაც პატარა ექსპერიმენტები ჩაატაროს და აი აქედან მოიზარდოს ის, რაც საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, ანუ იმ ჩვენი რეალობისთვის არის აუცილებელი. მგონია, რომ ეს იქნება ყველაზე კარგი ამბავი. ასეთი პრეცედენტები პრინციპში გვაქვს. აი რაღაცა ძალიან პატარა და მცირე მასშტაბებში ჩემი საკვირაო სკოლა მუშაობს ამაზე, უფრო ფართო მასშტაბებში შალვა ამონაშვილის სისტემა თვითონ ძალიან საინტერესოა და რაღაცას თავისი მიმართულებით ისიც აკეთებს. ანუ იმის თქვა მინდა, რომ ძალიან ბევრი პრეცედენტი არის ამ ქვეყანაში. ბოლოს და ბოლოს დიმიტრი უზნაძე პედაგოგიკიდან მიდის, ხო, თავის განწყობის თეორიამდე, ხო? და ამდენი ისა გვაქვს რაღაცა ისტორიული გამოცდილება, რა ვიცი, სოლომონ დოდაშვილი ყოლეთ უფრო შორს სწავლობდა და გელათი დაიყალთო ქონია, ხო? ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცა გავაკეთოთ ისეთი, რაც ბუნებრივად და თავისთავად შექმნის იმ წინაპირობას, რომ ჩვენი სოციუმისთვის, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ბავშვებისთვის მშობლიური მისაღები და რაღაცა ჰარმონიული გარემო შევქმნათ ამ სასკოლო სისტემაში. თუმცა ამავდროულად რაღაცა მსოფლიო გამოცდილებაც გჭირდება, ხო? მაგრამ ყოველთვის ვარ წინააღმდეგი, რომ რაღაც აიღებენ და თუნდაც იგივე ფინური, თუნდაც იგივე დანიური სისტემები. თავისთავად კარგია, მაგრამ ის ადამიანები თავისი გარემოდან მივიდნენ იმ სისტემამდე. აი ყოველთვის ეს მექანიკური გადმოტანის წინააღმდეგი ვარ. ძალიან აქტიურად ვიყენებ ფინურ მოდელსაც, მონტესორის სისტემასაც ვიყენებ, რაღაცა ჩვენეულსაც ვამატებთ და რაღაცა ეგეთი მიქსი გამოგვივიდა, ხო, ამ სწავლებაში და აი როგორ შეხედავ ახლა ფაქტობრივად მე ხე ჩემი სოფხედველობა დავალაგე, მაგრამ შეგარ მაინტერესებს, აი როგორ რა რისკებს შეიცავს ეს განათლების სისტემა, აი ასეთი მექანიკური პროცესი, რომ ახლა გვინდა მე-11 კლასი, არ გვინდა მე-12 კლასი, ის გვინდა, ეს გვინდა. ანუ ეს დამოკიდებულება ასეთი ზედაპირული და მექანიკური. ხო, აი რას მოგვიტანს და ალტერნატივა რა შეიძლება იყოს, აი რაღაცა ამებზე რომ ვისაუბროთ, ხო? ძალიან დიდი მადლობა, მართლა ფანტასტიკური სიუცია და საჭირო რა მგონია საჯაროდ საუბარი ყველა ადამიანი მოქალაქე, ვინც ამონახავს რესურს ძალას და ინტერესი ექნება, რომ რაღაცა თემები გახადოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და მიხარია აქ რო ვარ ხა. ქვემოდან ზემოთ დავიწყებდი, მე ცოტა მაგის ესე პირდაპირაც არ მესმის, რომ ყოველთვის ყველა ინიციატივა, რომელიც ქვემოდან მოდის, უკეთესი არის ინიციატივებთან შედარებით, რომელიც ზემოდან არის, იმიტომ რომ ხანდახან არსებობს რაღაცა ხედვა, იმიტომ რომ თქვა განათლება გულისხმობს რაღაც ფილოსოფიის არსებობას, ხო, ტექნიკის არსებობას, კვლევას გულისხმობს, რომელიც ამა თუ იმ გადაწყვეტილებას უდავს საფუძვლად. ანუ შეიძლება მშობელი ხვდებოდეს რაღაცას. რომ რაღაცა პრობლემა არის, მაგრამ შეიძლება ვერც ხვდებოდეს, რომ პრობლემა არის. მაგალითად, ჩვენი ტიპის საზოგადოებაში, სადაც მიჩნეულია რატომღაც, რომ აი კვება არ არის სკოლის ნაწილი და პასუხისმგებლობა, რაღაცა მშიერი ბავშვი პრობლემას არ წარმოადგენს რა, თითქოს რაღაც განცდა არის, რომ ეს ესეც მშიერი ბავშვი პრობლემა არის, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემაა. სკოლამ არ უნდა აჭამოს, მშობელმა უნდა აჭამოს, ეს კიდე ხო, მაგრამ საზოგადოებაში, რომელშიც მშობელი ვერ უზრუნველყოფს, აქვს თუ არა სახელმწიფოს რაღაც ვალდებულება, რომ ბავშვებზე იზრუნოს და თქვათ მათ ჯანმრთელობაზე ცოტა მეტი პასუხისმგებლობა არის. აი მაგ ნაწილში რა მგონია, იცი, ჯობია რომ ზოგადად ეკონომიკა განვითარდეს და სკოლაზე მეტად მშობელი კარგად მშობელი აჭმევს და მაგრამ სანამ ეგ ხდება, შენ
არ აზიანებ რაღაცას. იმიტომ რომ მაგალითად ეს რამ თქვა რომ კორუფციის წყარო გახდება და დაწამლავენ შეიძლება პრობლემები იყოს, მაგრამ ზოგადად საკითხი არის ესე, ხო, რომ ჩვენც ვსაუბრობთ, რომ აი რა მეთოდი ჯობია ვასწავლოთ ბავშვს, ხო, პირობითად კონდეს 10 წუთიანი შესვენებები თუ 9 საათიანი შესვენებები. ეს 9 საათიანი აქტიური დასვენება უნდა იყოს ილბინოს რაღაც ტელეფონში იაროს თუ უნდა იყოს რაღაცა მოემზადოს მომშენდი გაკვეთებს. ანუ რაც არ უნდა დავასახელოთ თუ ბავშვი მშიერი არის პირობითად რა ყველა ეს მეთოდი გივარდება რა. ნუ ახლა შენ ამბობ ეს ბავშვი 9 საათი უბრალოდ ზის და მასლოუს პირამიდა იმრევა მთლიანად. ხო და ამიტომ ანუ რაღაცას რომ ვამბობთ მოვიფიქრებთ რომ მაგარი მეთოდი არის მაგალითად ხო რომ აი კურიკულუმი შევამციროთ და მე 12 წლიანი სწავლება ჩავიტანოთ 11 წელს და ეს რა თქმა უნდა გაზდის პირობითად ბავშვს თუ აქამდე 1 წელი ემატებოდა იმის რაღაც მასალა დაეძლია ხა 1 წელი აკვდება ხო ამისთვის შეიძლება დატვირთვა იზრდება დატვირთვა რო იზრდება ყובה იგივე რჩება სიტყვაზე ხო ანუ რაღაცა განცდები ფიქრები იგივე რჩება და მაშინ როგორ წყვეთ შენ ზემოთ რომ ესე ჯობია ხო პირობითად რა ვიცი უნიფორმის საკითხი მაგალითად ხო ანუ უნიფორმა შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს ესე ტექნიკურად რომ რაღაც ფილმში ნანახი მაქვს რომ უნიფორმად დადიან ბავშვები და კარგია შეიძლება რაღაც სკოლებს აქვთ კიდევაც ხო კერძო სკოლებს ძირითადად უნიფორმები მაგრამ ვინ გადაიხდის მშობელი გადაიხდის ამას ამბობს მინისტრი ხო მინისტრმა იცის ნამდვილად რომ ყველა მშობელი ზად არის ერთი უნიფორმა უნდა კონდეს თუ ორი უნდა კონდეს მაგრამ რო დაესვაროს რა შეიძლება ხო ყოველდღე უნდა ურეცხოს თუ მეორე უნდა კონდეს შექმნიან ახლა საწარმოებს სადაც საწარმოები შეიძლება შექმნან მაგრამ ფასი მაინც გადასახდელი ხო მაგრამ არა შექმნიან საწარმოებს და იქ უკვე გაჩნდება ის ხელისუფლების მომხრეთა რაღაცა კლასტერი რომლებიც ამ ფორმების შეკერვაზე იქნება ორიენტირებული ხო და ისე მანდ მივიდივართ რა ანუ რაღაცა იდეები თუ ძირი არ არის რაღაც კვლევაზე დაფუძნებული ან თქო გარემოზე დაფუძნებული რა თქმა უნდა ზემოდან ქვემოთ ვერ იმუშავებს რა ისე როგორც ქვემოთ ესე მოგონია ყოველთვის არ არის ხოლმე სწორი ამ რაღაცა კომბინაციაზე საუბრობ მეთოდურად მაგალითად ჩვენი სკოლა სადაც მე ვარ ზალდასტანიშვილი მეთოდად იყენებს ჰარკნესის მეთოდს ანუ კონკრეტული მრგვალი მაგის გარშემო დისკუსიაზე დაფუძნებული სწავლება არის ხო ნებისმიერი საგანი ისწავლება ამ მეთოდით პლუსებიც აქვს მინუსებიც აქვს ჩვენ თავის დროზე როცა ზალდასტანიშვილმა თავად კი გადაწყვიტა რომ სკოლა გაეკეთებინა საქართველოში რომ ჩამოვიდა ამერიკიდან შეხვდა შევარდნაძეს მაშინელ ბიზნესმენებს განათლების მინისტრს და თქვა რომ მე მინდა აი ამ ტიპის სკოლა იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ამ მეთოდით ყველაზე კარგად ხდება განათლების მიღება დისკუსიაზე და არა უბრალოდ რიგებში მჯდომარე ბავშვები რომლებიც უბრალოდ ყვებიან იმეორებენ რაც მასწავლებელმა თქვა და იმის მერე ესე მუშაობს მისია მას ჰქონდა რომ თუ ეს მეთოდი გაამართლებს ზალდასტანიშვილში ეს უნდა იყოს ერთგვარი ექსპერიმენტული სივრცე სადაც მე სხვა სკოლებში შეიძლება თამით გაზიარება და იმთავითვე მეთოდზე როცა ვსაუბრობ სწავლების არასდროს არ არის ხოლმე ერთი 100%-ულად მუშა, არამედ სკოლა არის ექსპერიმენტების მithumet მასწავლებისთვის, პრაქტიკოს მასწავლებისთვის, სივრცე სადაც შენ ყოველ წელს რაღაცას ახალს ხო, აი თქვა ამან იმუშავა, ამან არ იმუშავა, მოდი რატო არ იმუშავა, ხო, შეიძლება ამ ჯგუფში არ იმუშავა, უფრო კლასებში იმუშაოს, ეს ტექსტი ჯობია, ესე გავარჩიოთ, ესე გავარჩიოთ. დგამამ ექსპერიმენტებსთან ნაგროვებ გამოცდილებას მეთოდთან დაკავშირებითაც, ხო და აქ მე უზნაძეს გამოიყენებ თუ თქვა ჰარკნეს თუ თუნდაც ჰარკნესი ხანდახან შეგიძლია უცებ გადააკეთო და თქვა რომ ეხლა დისკუსია არ გვინდა, მოდი ესე დასხედით და ეხლა ჯგუფურად იმუშავეთ სიტყვაზე. ანუ სულ ვცდილობ რომ რაღაცების მეთოდურად მქონდეს მრავალფეროვნება რა, იმიტომ რომ მაგალითად ეხლა გუშინ წინ მქონდა რა, უთხარი რომ ერთ-ერთი შენ იყავი მასწავლებელი რა, ანუ ჩემი როლი აიღე და რაც გინდა ის გააკეთე და უცებ ისეთი რაღაც გააკეთე, რაც მე არასდროს არ გამიკეთებია და ხვდები რომ ეს რატო წავიდა ამ გზით და მე ხვდები რომ უბრალოდ ისე მოეწონა, ანუ თვითონ ალბათ უფიქრია რომ აი ნეტა ეს ტრამი გავაკეთე, როგორც კი მიეცა ძალაუფლება, უცებ გააკეთე, სხვები ისე ჩაერთნენ, რომ აი მე რო ვცდილობ ხოლმე რომ ყველა ჩავრთო, ამან ავტომატურად ერთი სხვანაირი დავალებით ყველა დააინტერესა რა, ხა თვითონ ბავშვმა ჩაწერა. ეგ უკვე ეგრევე ჩავიწერე რომ საინტერესო მეთოდია, შემდეგ კლასში ვაკეთებ მაგას რა, ხო ანუ რაღაცებს ხედავ რა, იქაც რომელიც შენთვისაც რაღაცა გამოსადეგი შეიძლება იყოს. ტექნიკურად გადმოღება, ამიტომ აი ველზე თუ არა გაქვს შეგრძნება, ანუ თუ მართლა აი მასწავლებელი არ ახლა სკოლაში არ გიმუშავია და აი ხა პირობითად განათლების რეფორმას რომელსაც იურისტები აკეთებენ, სასწავლო იურისტები აკეთებენ და ანუ ადამიანი არ არის, რომელსაც განათლებასთან ჩაულია, რთული წარმოსადგენია თან ამას აკეთებს გუნდი, რომელიც გეუბნება რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ქიმიკოსი არ არის, რომ იცოდეს რა ქიმიკა რითი იწამლება ხალხი. და განათლების რეფორმას ვერმუნტელი აკეთებს. ხო, აკეთებენ ეგ ხალხი. ხო, ანუ იქ მართლა ჯგუფი რო ჩამოთვალო, ნახავ, სკოლასთან არ გაუულია სკოლის მერე, ხო? ზოგ სკოლას არ აქვს დამთავრებული. მათ შორის ერთ-ერთი ფეხბურთელს. ხო და ამიტომ აქ რაზეც საქართველოში საუბრობთ, ეს არც აი მექანიკურად გადმოღებული მეთოდის დანერგვაზეც არ არის საუბარი რა. ეს საერთოდ რაღაცა უნიკალური მოვლენა არის და ამიტომ უნდა მივსდიოთ არა რაღაცა ვის ბაძავენ უკეთესობისკენ, არამედ რა არის რეალური მიზნები, რა შეიძლება იყოს მიზანი. რომ განათლების რეფორმას მithumet-ს გეგმავ, ამბობ რაღაცა ცხად მიზნებს. პირობითად ახლა 2003-დან რევოლუციის მერე, როცა დაიწყო განათლების რეფორმას საუბარი, რა იყო, ხო? თქვა თორსები, Nike, ხო, ანუ თქვა
კორუფციის გატანა სკოლიდან და უნივერსიტეტიდან. და ეგ მიზანი კარგად შეასრულა. ეგ ხო განხორციელდა ძალიან ყველაზე ეფექტური იყო. აბსოლუტურად ნაიკით ღემდე რჩება, ხო, სიმბოლოდ იმის, რომ აი კორუფცია არ არის განათლებაში. ერთ დღეში მოისპო სწორად, ხო, ერთ დღეში გაქრა განათლების სისტემიდან კორუფცია. ხედვა ხო ეგ იყო, რომ აი ჩვენ აღარ გვინდა კორუფცია, რა არის მეთოდი, ეს არის მეთოდი. ოღონდ იმ შემთხვევაში ხა შეკითხვა ეს არის, ეს მეთოდი ერთადერთია თუ არა, მაგალითად არის 30 წელი გავიდა უკვე და შეგვიძლია თუ არა ვიფიქროთ, რომ 20 და საერთოდ შეიძლება რომ ამის სხვა მეთოდზე გადავიდეთ. ან საზოგადოება შეიცვალა თუ არა რა. მე არ მგონია რომ საზოგადოება ჯერჯერობით ინდონეზია შეცვლილი რომ თქვათ ნაიკი მოხსნა და გამოსადა არა, სკოლას სჭირდება ძალიან სერიოზული რეფორმირება, ოღონდ ეს არ ახლა რაც არის და ხო და მანდ მივდივართ რა, რომ შესაძაც გავითვალისწინოთ რომ სკოლის რეფორმა პირველ რიგში მიაბეს უმაღლეს რეფორმას, ანუ პირველი ამოცანა უმაღლეს რეფორმა იყო. უმაღლეს რეფორმაში ვერავინ არ გაიგო რატო რას აკეთებენ და უბრალოდ უნდა ისე აკეთო ის რომ მისდიო ფულს, როგორც ხშირად ოლიგარქებში უნდა აკეთო ხოლმე რა, ანუ არ უნდა ეძებო რაღაცა ბენეფიტები, ან ძალაუფლებას ემსახურება, ან ფულს ემსახურება, მაგორს უნდა მისდიო. ძალაუფლების შემთხვევაში რომ რაღაც არასაჭირო ხალხი უნივერსიტეტებიდან დაცალონ და სკოლაზე მეტი კონტროლი მოიპოვონ, ფულის შემთხვევაში რაღაც შენობები გაყიდონ და იქ სამშენებლო ბიზნესი და კონცენტრირებია მთავარი რაზეც დგას ხო დღევანდელი სამ ფული ალბათ ბიუჯეტის. ნუ არა, შავი ფულის ასე თქვა. ხო და ამიტომ დიდ მაღალ ამოცანებს და მიზნებს ვერ ვხედავ მე აქ, რო არ დაგემალოთ რა, მაგალითად, რაღაცა უნიფორმამ რა შეიძლება კარგი მოიტანოს, ანუ ისედაც ამას შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ხო, მაგრამ რა ვიცი, უნიფორმა არ არის ქართული სკოლის ყველაზე დიდი პრობლემა. პლუს ამას, რაც ყველაზე კატასტროფული არის ის, რომ ესეთ ტიპის რეფორმები, ანუ აი უფრო ვიდრე ქვემოდან ზემოთ, აქ მნიშვნელოვანია რეგიონების არ გრძნობა ცენტრის მიერ და აქ ყველაზე გასაგებებელი მაინც ეგ არის ხოლმე, ანუ ბარისახოს სკოლას, შატილის სკოლას, იგივე პრობლემები აქვს, რაც ისა თბილისის 53-ის. ხო, ეგ ხო სიგიჟე არის ამის წარმოქმნა და ადამიანებმა ცალსახედ რაღაცა ერთი მართლა ალბათ თავის შულს შეხედეს, მაგრამ საჯაროში არსებობენ ეგრე, მაგრამ რაღაცა მონაცემი აიღეს ვიღაცა საშუალო თბილისელი ბავშვის და თქვენს რომ აი ბავშვს ძალიან გაუხარდა აი შატილის სკოლაში უნიფორმით რო ივლის, აი შატილის სკოლის პრობლემა მოგვარდება. ხო, ბავშვი აღარ დარჩა სკოლაში, იმიტომ რომ დაიწვა ჯერ ის სკოლა მე თავიდან აშენდა ბიბლიოთეკა როგორი არის. სკოლათა უმეტესობას წესიერი ბიბლიოთეკები არ აქვს, რაც აქვს დახურული არის საერთოდ. ახლა საუბრობენ ალბათ ლაბორატორიების გახსნაზე. ლაბორატორიები არსებობს. ვინ გააკეთებს, რას გააკეთებს, გადამზადება უნდა, ვინს გადაამზადებენ. გადამზადება ნიშნავს კვალიფიკაციის ამაღლებას, ანუ ცოდნის გაზრდას. ცოდნას რაც უფრო ზრდი, ადამიანის ავტონომიას ზრდი. ესენი მასწავლებლებში გაზრდიან ავტონომიას, ანუ ცნობიერების დონეზე გაზრდიან თავისუფალ მასწავლებლებს. მასწავლებლებში ძალიან კატასტროფული მდგომარეობა. რომელიმე მასწავლებელი აიღებს პასუხისმგებლობას ლაბორატორიულ ცდაზე, რომელიც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. ისე მოხდა ექსპერიმენტიდან სწავს, ხო, ბავშვი დაზიანდეს, ვინ აიღებს მე სკოლა ამას ჩამოირეცხავს, ხო, სამინისტრო ამას ჩამოირეცხავს, ვის დასჭირ მასწავლებელი აღარ აიღებს. ანუ თუ შენ არ გაქვს თავისუფალი სისტემა, შენ რაც არ უნდა რეფორმა გააკეთო და ხელსაწყოები მიცე, აი ლაბორატორია მიცე, ბიბლიოთეკა მიცე, ბიბლიოთეკას დაკეტილი იქნება და ის დაკეტილი იქნება, იმიტომ რომ აი ბიბლიოთეკას შეეშინდება იმის გახსნა, თუ ბავშვი დააზიანებს ციკლს, მე შეიძლება აუდიტი სამსახური მოვიდეს და დაიჭიროს, საიდან ის დრო შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ვინც კი რამე არასწორად გააკეთა თავის გადმოსახედიდან, უმაღლესი მაღალჩინოსლები თვითონ დაიჭირეს თავისი ხალხი ეხლა, ხო, ბოლო პერიოდში, ამიტომ სისტემა ვერ იქნება მოქნილი, მაგიტომ ეს არ არის უბრალოდ რაღაც მექანიკური გადმოღება რაღაცის, ეს არის კაცმა არ იცის რა მიზნებს რომ ემსახურება ეგ მაგდების რეფორმა, სადაც რაღაცა მოწყვეტილი ერთმანეთისგან სტრუქტურები ინერგება, აი ფორმა არ არის დაკავშირებული მე-11 კლასის ამბავთან, ხო? ანუ არადა განათლების სისტემა ერთიანი ამბავი არის. ან შენ ზუსტად უნდა იცოდე რომ რაღაცას რო აკეთებ, ის კავშირში უნდა იყოს სხვა იმით. 6 წლამდე მე რომ ექნება უნიფორმა, ამით რაღაცა ტიპის ცნობიერებას თანასწორობას ჩამოაყალიბებ და მე-7 კლასში აქ უნდა გავაკეთებ წიგნს, რაღაცა, ხო? და მე ვასწავლი რომ ჩაცმულობის მიხედვით არ უნდა განსაჯო ადამიანმა, რა, 6 წელი დამეხმარება. როცა ამოფრ აი რენდომ 6 წლამდე იქნება სკოლა, რა, ლამაზი ბავშვები, საყვარლები არიან, უდარბიან 6 წლამდე ბავშვები ფრონ. შემდეგი რეფორმა. მე-11 კლასამდე გავხდი სკოლას. რატო აკეთებ ამას, ხო? ანუ ვერც ერთ იმაზე ვერ ხსნიან სინამდვილეში აუცილებლობას და რასაც ხსნიან არგუმენტები. აი მაგალითად, ხო, მე-12 კლასში ბავშვები არ დადიან როდის მე-11-ში. ეხლა მე-11-ში აღარივლიან. ანუ ეგ ხო ძალიან ლოგიკური ამბავი არის, ანუ არ ჭირდება დიდი ლოგიკის ფილოსოფიის ცოდნა, რომ ეგ მიხვდერო თუ ამას ტექნიკურად აცლი უბრალოდ ერთ წელს, მე-11-ში იწყებს ბავშვი მომზადებას, ხო და მე რას აკეთებ. ამიტომ მანდაც უნდა რაღაცა დასვა შეკითხვები, რომ ამას იმიტომ ხარშვებიან, რომ თქვათ დასავლეთში სწავლა უფრო რთული გახდა, ამიტომ თუ ვიზა ლიბერალიზაცია გაუხდება, არის ეგეთი ვარიანტიც, მაშინ უფრო ნაკლები უკმაყოფილო ადამიანი ეყოლებათ, რომ აი სტუდენტი მინდა გავხდე და ვერ მივიდიო, იმიტომ რომ თვითონ სისტემა ქართული შეზღუდავს მათ, რომ უცხოეთში წავიდნენ ავტომატურად, ხო? მე-11 კლასის და ერთ-ერთი მოტივი ხო ეგ იყო,
რომ ჩახსნილი იყოს სკოლები ამ ხო და როგორ ხსნი, თან ისე პირდაპირ არ აკეთებენ ამას და ესე შეფარულად, ხო, ირებად მელაკუდურად. ეგეც შეიძლება თქვა, აი პირობითად შენ შეიძლება თქვა, რომ ჩემთვის პრობლემური არის საბჭოთა სისტემას უნდა ჩავხსნა და ამიტომ თქვა რუსული სწავლება მინდა რომ ამ კულტურულ ველს მინდა რომ გამოვყო ჩემი ერი და ამის დაკვეთა მაქვს ხალხისგან, რომ აი რუს ერთან თქვა სიტყვაზე როგორც სახელმწიფოსთან მე პრობლემა მაქვს, იმიტომ რომ ოკუპანტი არის და მოდი აი აღარ ვასწავლოთ იმ ინტენსივობით რუსული ენა, როგორც ვასწავლეთ აქამდე საბჭოთა კავშირის დროს. ამის არჩევანის გაკეთების საშუალება დიდი ლეგიტიმაციით აქვს ხო მთავრობას. მაგრამ უნდა ახსნა რატო ხო? მაგალითად აი ოკუპაცია არის საკმარისი მიზეზი, იმის რომ თქვა რომ მე რუსულ ენას ამიტომ ვკრძალავ რა მე არ მინდა. ან იყოს რიგითი არჩევითი, რატო არის სავალდებულო? ან იყოს რიგითი არჩევით, კი ბატონო, ხო? და თუ ისევ რა მოსახლეობა ანჩი. როცა ამბობ რომ აი მე ევროპულ სივრცეს კი არ გლეჯ, მაგრამ ყველაფერს აკეთებ რომ მოგლიჯო, მაგრამ თან არც ამბობ რატო გლეჯ ამას, ხო? ხო შეიძლება აუხსნა რომ ჩვენ ამას იმიტომ გლეჯს რომ იქით რა deep state მუშაობს. გვებზიან და ამიტომ ჩვენ არ იქ კაცი არა ქალი არა. თუ წაყვება ვინმე ამაში, მაშინ გააკეთონ ეგ რა, მაგრამ მაგასაც არ ამბობენ. ანუ უბრალოდ ტექნიკურად გლეჯენ რაღაცნაირად და გეუბნებიან რომ არის ნერვიულოთ რა, ოჯახთან ერთად გადახვალთ 16 წლის ბავშვი, იქ დაამთავრეთ მე-11 კლასს ჯერ, არასრულწლოვანს ახლა ვინ გაუშვებს 16 წლის ასაკში, ხო, ერთი სკოლის, ერთი წლის დასამთავრებლად მარტოს და მე ჩააბარებ უნივერსიტეტში, ამიტომ მე-12 კლასის პრობლემა არ არის. ყველა არგუმენტით სრულ არგუმენტი არის, ხო? მაგალითად, ერთ-ერთი არის ევროპის ავკარგიანობის საკითხი, რომელიც თქვა, ხო, პრემიერმა ეგრეთ წოდება, რომ ჩვენ ევროპას უფრო მეტი ცუდი მოყვება საზღვარგარეთ ვიდრე კარგი. რავი, ვინმე ჩაეკითხა კონკრეტულად რა შეიძლება ვიგულისხმოთ და ჩამოთვალოს 10 ცუდი და 5 კარგი ან რაღაცა. ხო და იმ შევადაროთ რა. ხო, თვითონ რამე იყო, ცუდი თავადაც ხო იქცალოთ. ან მაგალითად ეგ აი ბატონო ირაკლი თქვენ აი კონკრეტულად ვიღაცამ ხო შეიძლება რომ კითხოს, როცა სამწუხაროდ ხო რა, ვისაც ეგ ელაპარაკება ამ სისულელებს იქ ბოლო პასუხის გამცემი არ არის და ვინმე ეკითხება მე რაღაცა იტყვის რომ deep state-ია რომელი არხი ხარ და მაგით ძრება ხოლმე, მაგრამ იმდენად აბსურდული წინადადება არის ზოგადად ეს რომ წინადადება არც არის, მაგით დავიძახი, ეს არის რაღაცა წინადადების მსგავსი ფორმულა, რომელიც გამოიყურება და არაფერს არ ამბობს რა. ანუ აი ევროპაში სწავლა უფრო მეტ ზიანის მომტანი ეგ და ვიღაცა ტექნიკურად რო გაიმეორებს, რა ძმაო უარესი ყოფილა თუ რაღაცა ერთი ცხადი არაფერი ხელშესახები არ ექნება, რომელთაც ამ რაღაც ნათქვამს გაამყარებს რა. და ლევან ამ ორი რაღაცის გარდა ფორმა და ისა მე-11 კლასი დამამთავრებელი კლასი, ხო? ამის გარდა კიდე რაიმე ცვლილება დაანონსეს საჯარო სკოლებისთვის. ეხლა შეცვალეს ეგ სხვათა შორის ამბობენ რომ ვისაც სურვილი აქვს შეიძლება მე-12 კლასის დამთავრება. თუ იქონდა ხო, რან ვისაც სურვილი არჩევითი იქნება მე-12 კლასი. ხო, ისევ რაღაც ბუნდოვანება და ხო და მე ამიტომაც რა ეგეთი ამბავი აქვს. ძალიან რთულია ილაპარაკო, იმიტომ რომ მეორე წუთი შეიძლება გადააბრუნო პლასტინკა და ისეთი რაღაცა კითხავენ რომ მე ხო ეგ არ მიგულისხმია. აკაკი ბაქრაძეს აქვს რა, ეგ აღწერილი. სინამდვილეში კიდე რაღაცა აქვია მაგას აბიტურიენტურიუმი თუ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ თქო მე-11-ში ვიქნება ის გაძლიერებულად სწავლისო. და სკოლაშივე ისწავლის აბიტურიენტს, რომელსაც ვერ ასწავლიან სკოლებში, ახლა კიდე და მუღამი ეგ იყო, რომ რატომაც შეიქმნა რეპეტიტორი იყო, რომ სკოლა ამას ვერ უზრუნველყოფს. სკოლას რომ შეძლებოდა ეგ სკოლის მასწავლებლებს 15 კაცში რომ შეძლებოდა, 30 კაცში რომ შეძლებოდა მაგ ინტენსივობით გამოცდის მომზადება, მაშინ არ აქ ბავშვები ცალკე არ მომზადებოდნენ. და ეხლა შენ ამბობ, რომ აი რას გააკეთებ მეთოდურად, თქვა აი აბიტურიენტურიუმი თუ არ ვიცი რა დაარქვეს, მგონი დაარქვეს. აი ეს იქნება ესეთი ან მაგალითად მასწავლებელი იქნება მარტო სკოლის საგნებზე ორიენტირებული. ოკეი, მეც ვიყავი მაგალითად სკოლაში ვსწავლობდი, ჩემთვის 90-იანში ეგ უნივერსიტეტი იყო, 2001-ში დავამთავრე თორსტები, ანუ რეფორმამდე. მე სკოლაში ძალიან გაძლიერებულად ვსწავლობდი იმ საგნებს, რომელიც ბარდებოდა, მაგრამ დამატებითად მაინც ვსწავლობდი. ჭირდებოდა რა. ხო და ნუ მაგ შედეგზე გავალთ მაქსიმუმ. ამიტომ მის რა ქვია რეპეტიტორების პრობლემას თუ რეპეტიტორიუმი თუ რაღაც. რეპეტიტორების პრობლემას ეგ არ აგვარებს რა. არა და ყველა მიცის რომ არის რეპეტიტორების პრობლემა მიბმული, ვთქვათ, სკოლის პრობლემებთან. და იმიტომ რომ რაღაც ნაწილი გახდა ამის, ხო? იმიტომ რომ მასწავლებელს ვთქვათ საკმარის პატივს არცემს, ხო? როდესაც მშობელი მოკიდებს ხოლმე და იტყვის რომ აი ეს უკეთესად მოამზადეთ. ჩემთვის საწყენი იქნებოდა. ხა პირობითად რაღაც ჩემს საგანში რომ ბავშვი რაღაც პრობლემები აქვს, მშობელი რომ მეკითხება რომ ხომ არ ჯობია რომ სხვასთან მომზადო, იუბნები რომ ანუ ამ პრობლემებს რა ვიცი, გადავწყვეტ ჩვენ თვითონ, იმიტომ რომ ვიცით რა რაღაცები არის გასაკეთებელი, ეს არ არის უბრალოდ ტექნიკურად მეტი ისწავლე რა, ანუ ის უკეთ ასწავლის, ანუ უკეთ ხსნის რა. ეს არის უბრალოდ ის რომ რაღაც ბავშვთან არის სამუშაო უკეთეს. ანუ ჩემი გვერდის მოვლა არის, ხო, ხა რო ვიცოდე რომ მე ვიждები უბრალოდ ნიშნებს დავწერ რეპეტიტორის მომზადებულ ბავშვს. მოკლედ დაკავშირებულია ყველაფერი ერთმანეთთან, მაგრამ აკაკი ბაქრაძეს აქვს, ჩემი აზრით უფრო ეს ხდება ვიდრე განათლების რეფორმა. საბჭოთა კავშირის მართვის ერთ-ერთ მეთოდზეა რა, საუბარი რომ
კანდიდ ჩარკვიანმა აღწერს, რომ დაწერა ვაჟა-ფშაველაძე კრიტიკული პატარა ნაშრომი, რომ აი ვაჟა-ფშაველა იყო ცუდი პოეტი რა. ამაზე ატყდა პანიკა. რომ აი რაღაცა რა ხდება და ვაჟა-ფშაველა და ხალხი გაბრაზდა და აკაკი ბაქრაძეც რომ აი ვაჟაზე კონკრეტულად იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ხო ილია აკაკი ვაჟა იმას ხელშეუხებელი ავტორიტეტები იყვნენ და მოსკოვის გარშე არავინ არ შეეხებოდა რა ისე რომ აი ვაჟა-ფშაველას დაარტყას კანდიდ ჩარკვიანი. მაშინ რატო გააკეთა? მაშინ მოსკოვმა გააკეთა და თუ მოსკოვმა გააკეთა რა არის ამოცანა? და ამოცანა არის რომ ისანამ ვაჟაზე მიდის პანიკა და აი კანდიდ მართალი არ აი აქ გვერდით ხდება რაღაცა რომელიც აზრი არ ახარ რა იმიტომ რომ ძალიან ფოკუსირებული ხარ ამაზე და ამბობს რომ ესე ჩამოიყრებოდა 10 აზრიო ერთ-ერთი დღესაც ხდება მაგაზე რომ ხალხი ზოგი აღელდება მე გაბრაზდება მე ბრაზი გადაულის მე ეცემ მე შეიძლება გამოსწორდეს რა თქვა კანდიდმა თქვა რომ ბოდიში მაგრამ ამ ერთ თვის განმავლობაში რაღაც სხვა მოხდა რა მაგალითად რუსული კანონის დროს პარალელურად ოფშორების კანონი იქნა მიღებული ისე გააპარეს არანაკლები მაგაზე მქონდა გადმოვლიან და გაათეთრებენ ხო ანუ მორჩ პირობითად ეხა აი გამოვიდა 10 ისა ჩვენ ვამბობთ რომ აი ფორმები რას დიდად დააზიანებს მაგრამ სამაგერად მე-11 კლასი ძალიან დააზიანებს ხო მაგრამ უცებ ადამიანი ახლა ფორმებზე არის ფოკუსირებული ხო და მე-11 კლასის გაუქმება რომელიც ევროკავშირს და ამ სივრცეს მოგლეჯს ფაქტიურად უზღუდავს განათლების მიღების შესაძლებლობას ეგ უკვე რაღაცა ბევრ იმაში გადის რა დიდ რაღაცა კომბინაციაში ხო რეფორმების მაგალითად იგივე საუნივერსიტეტო რეფორმა როცა ამბობ რომ არ ვიცი შენობები უნდა გავიტანოთ გავყიდოთ და ავაშენოთ ქალაქი სასტუდენტური ქალაქის ხატგას რუსთავში სიტყვაზე რა ანუ რა ვიცი განათლებას უფასოდ ხვდით ჯერჯერობით ძალიან ისა ვართ ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ვართ და ფული არ მაქვს იმდენი რომ ქალაქი ავაშენო თუ არ გავყიდე ჭავჭავაძეზე მდებარე რამდენიმე კორპუსი და ვინმე შეჯერა რომ აი მაგ კორპუსებიდან მე ვინც იხეირებს ეს ისევ სახელმწიფო იქნება ანუ რამდენი მილიონადაც არ უნდა გაიყიდოს ნებისმიერი კორპუსი ილიაუნის ან თესეუსი რაც ჭავჭავაძეზე მდებარეობს მაგალითად ხო არის 10-ზე 20-ზე უნდა გაამრავლოთ რამდენ მილიონ მოგებას ნახავს ნებისმიერი სამშენებლო რომელიც მან საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს ხო და თან არგუმენტი ერთ-ერთი არის რომ ეს განტვირთავს თუ ჩვენ სტუდენტურ რაღაცა კომპლექსებს გადავიტანთ რუსთავში ცენტრი განიტვირთება მაგალითად ვაკის მაგრამ ისევ უბრალოდ ერთი ჩაკითხვა უნდა რომ სამსართულიან საუნივერსიტეტო კორპუსის მაგივრად რომ ააშენებ 22 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს მაცხოვრებელთა რაოდენობა ან ხალხის რაოდენობა რომელიც რაღაცა დროს დილით და საღამოს ამ ადგილას თავს იყრის გაიზრდება თუ შემცირდება ანუ როგორ აპირებ პატარა კორპუსების დიდი კორპუსების ჩანაცვლებით განტვირთვას ცენტრის მაგალითად რაც ასევე ტყუილი არის ხო ამიტომ აი ამ ტყუილებში უნდა მონახო სამწუხარო ამბავი ეგ არის რომ გვიწევს აი უფრო ალბათ ეს არის ამოცანა და როგორც თქვი დიდი ალბათობით ამ 20 რაღაც სიგიჟიდან 18 სიტყვიან რომ ჩვენ ვესაუბრეთ ხალხს პრობლემა აღარ არის ჩვენ აღარ ვაუქმებთ მე-12 კლასს სკოლის ფორმებს მაგრამ იქ რაც მათაც ის აი მას ერთს გავაკეთებ და ეხა 14-ზე უკან დავიხიეთ ხედავთ че როგორი კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან და ეხა 2 წელი უნდა გავაკეთოთ იმიტომ რომ ეს პრინციპული საკითხია და აი ვიღაცას twin-ში იქნება რომ ნუ იმსჯელა ქართველმა ერმა და აი გადაწყვიტა რომ ეს მართლა პრინციპული იყო ანუ რა ქვია ხილვადობა გვიძიმას როგორ არის ხო რაღაცა სანახაობა ჩდება ან დიალოგის ბუნდოვანებენ სპეციალურად და აი მაგ ბუნდოვანებაში აი ვინ თევზაობს და რას იგებს მან უნდა მივსდიოთ ხოლმე რა იმიტომ რომ ისე და ისე რა კვების პრობლემა არ გვარდება მაგალითად პირობითად ბორჯომში ღამდება უბრალოდ იმიტომ რომ ხეობა არის ღამდება რა ვიცი 2 საათით უფრო ადრე სადაც 5 საათზე სიტყვაზე ზამთარში ვიდრე თქვა თბილისში ხო და შენ სკოლის დრო ერთნაირად გაქვს ორივეგან ანუ აი თუ თავისუფლება არ მიეცი რომ რა ვიცი ჩვენი ბავშვები ცოტა 1 საათს ადრე გვიან გავაღვიძოთ იმიტომ რომ თბილისელი ბავშვი რომ ზესთან ერთად იღვიძებს საფხულში თუ გაზაფხულზე თქვა ბორჯომელი ბავშვი ან შატილელი ბავშვი იგივეს არ აკეთებს ან რა ვიცი ხევში მცხოვრები ბავშვი ხო და აი ამ კონტექსტებს არავინ არ ითვალისწინებს და აი ცენტრიდან მიდის რაღაცა აბსურდებზე საუბარი რომ ახლა უნიფორმით უნდა იაროს ზუგდიდელმა ბავშვს მისტიელმა ბავშვს და კიდე ვიღაცამ ანუ ტექნიკურად არ გამოდის და ეს ცვლილებები კერძო სკოლებს აი მაგალითად ძალდასტანიშვილს არ ეხება ხო თქვენ ყველაზე ნაკლებად ზოგადად კერძო სკოლებს ყოველთვის ისე აქვს აფსაიდში აქვს და ერთ-ერთი ეგეც არის ეგეც მგონია არც დაუმალავთ რომ მაგალითად როცა თქვეს რომ ჩვენ მოვაკლებთ უნივერსიტეტებს სახელმწიფოებს სტუდენტებს და 4-ჯერ გავზდით ქუთაისის უნივერსიტეტის იმას ხო მოსწავლეთა რაოდენობას მე მგონია აი სამწუხაროდ აი ეგეთ შეთქმულებაში უნდა შევიდე მაგრამ უფრო მგონია რომ რაც უფრო შეთქმულება მით უფრო ჭეშმარიტება არის ხოლმე. როდესაც ქუთაისის უნივერსიტეტს აკეთებდნენ, მაშინ იყო გათვლა რომ 30000 სტუდენტი ისწავლის. მაშინ ვინც ამ უნივერსიტეტში მუშაობდა, მაშინ ფორსტები და ნუ
ანუ ყოსტოს თუ არ მუშაობდი ვიცი მაინც ხო რაღაცა სულ არის თბილისში 30000 სტუდენტი ანუ მთელი თბილისის დატვირთვა უნდა წაიღო და როგორანაირად ანუ ერთი უნივერსიტეტით როგორ აკეთებ ტექნიკური მხოლოდ ხო ანუ ეს იმთავით იყო ჩაფიქრება ან მაგას ვიძახდით რომ შეუძლებელია რომ იქ გავიდეს 30000-ზე მაგრამ ამ ტიპის რეჟიმებს აქვთ ხოლმე აი მასშტაბურობის პრეტენზია რა აი ამ ჩვენ და ხო აბსოლუტურად და თუ გახსოვთ აი ერთხელ კობახიძე მას თქვა რაღაც შეიკითხენ რომ ეგ ფორმებით რაღაცაა და აი ჩემ ძალიან წვრილ მას საკითხი არისო და ეგო ალბათ თვითონ მინისტრმა გადაწყვიტა მე მასშტაბურია რომ უფრო ეს ჩემ მასშტაბს ცდებაო რა და აი ეს უბრალოდ უნივერსიტეტს აკეთებს თქვა ივანიშვილის ფონდი არ ჟღერს კარგად მაგრამ აი ყველაზე დიდი ამიერკავკასიაში 800 კაცი აქვს მიღება რა 800 არ არის ყველაზე დიდი უნივერსიტეტი და არ არის ძალიან დიდი მოთხოვნა რომ ქუთაისში გარდასწავლისა უნდა იცხოვრო კიდე რა და როგორ ზრდი მოთხოვნას შენი ბატონის უნივერსიტეტში უბრალოდ ტრაფიკს მიუშვებ იქით რა სხვა გზას არ უტოვებ უცხოელ სტუდენტს მაგალითად გარდა იმისა რომ ანუ ყველაფერს შენ აკონტროლებ ხო ერთ ფაკულტეტს ანუ შენ მიცემ ფაკულტეტებს სხვა უნივერსიტეტს უბრალოდ არ მიცემ ფაკულტეტებს და იტყვი რომ ქუთაისს აქვს ფაკულტეტი ეგეც წესია კანონი არის რომ ჩვენ ვამბობთ რომელმა უნივერსიტეტმა რა ფაკულტეტი უნდა ასწავლოს გახსნის ყველა სასურველ ფაკულტეტს იქ და ეს ხალხი გინდა არ გინდა, იმიტომ რომ აირჩია ვიღაცა, უბრალოდ 4-ჯერ გაეზდება სიტყვაზე შემოსავალი კონკრეტულ კერძო უნივერსიტეტს, მაგრამ მარტო მაგას არ ეხება. დიდწილ ან ბევრი უნივერსიტეტი მაგალითად ეხლა რაც ვიცით, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კერძო უნივერსიტეტები რა, ერთ-ერთი მათი აი პოლიტიკიდან წასვლის exit plan-ი ეგ არის ხოლმე რა, რომ წავიდა პოლიტიკიდან და რა ვიცი, პროფესორი არის უმეტეს უნივერსიტეტში თავისში, თავის ძმაკაცის თუ ასე შემდეგ. იგივე ხება სკოლებსაც რა, აი ფული ლეგალური, ხო, არის სკოლები, უნივერსიტეტები, იცი რომ რაღაცა კვების არ იყოს განათლებაზე სულ არის მოთხოვნა და შენ არეგულირებ თელს ამ ნაკადებს წარმოიდგინე და გაქვს საშუალება რომ თქვა რომ არა, მე 18 წელს დავანებოთ თავი რა. აი მაგალითად ღრმად დარწმუნებული ვარ რომ კერძო სკოლების გამოცდილებით იციან უცხოეთში რომ შეგიძლია ერთი წლის სწავლით წასვლა სასწავლებლად, იმიტომ რომ მხოლოდ საქართველოს კერძო სკოლაში ვინც დადის იმ ოჯახს შეუძლია გაკაჩოს ხო და ბოლო პერიოდში ვატყობთ რა მაგ ტენდენციას რომ აი ბორდინგ სკული ქვია რა ანუ სადაც მიდიხარ და იქ ცხოვრობ რა პანსიონატში ფაქტიურად და მიყავთ რა უკვე რა მე-9 კლასიდანაც წაუყვანიათ მე-10 კლასიდანაც წაუყვანიათ და მაგრამ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ძალიან დიდ თანხებთან ხო და იმიტომ რომ ვაქვს ინგლისია საუბარი და სხვა ქვეყნებზე რომელიც ცხოვრება ძვირიღებს სწავლა ძვირიღებს და უცებ ახლა მინისტრი აი ამ ეს რო იცის და ეუბნება რომ აი თქვა თერჯოლის მესამე სკოლიდან ბავშვი აი მაგა რა პრობლემა არის ანუ ჩვენ არ ვისაუბროთ წავიდეს ნებისმიერი არის ანუ სისრუეა მაგრამ მე მგონია რომ თან ამით ელაპარაკებიან აი იმ ხალხს ზუსტად რა კერძო სკოლებში რომ თქვენ არ ინერვიულობთ რა ჯერ თქვენ არ შეგეხებათ მაგრამ თუ რამე არის ბოლო-ბოლო აგერა ბორდინგ სკულში შეგიძლიათ წაიყვანოთ რა ხო და ამიტომ ეს გამორიცხული არის რომ ანუ ეს ის პროცესები იყო რაც ენქას ეკარის სისტემაში ჩართვამდე რაც ბოლონიამდე გქონდა ანუ უბრალოდ ბოლონია кайხანია გვაქვს მაგრამ რაღაც რატიფიცირება უფრო გვიან მოხდა ხო მის ჩვენი ან მანამდე სისტემას უბრუნდებით თუ რამე სხვას შემოყოფთ და თან გაითვალისწინე რომ ანუ გარდა ყველაფრისა ვინ აკეთებს ამას რა კომპეტენციის მატარებელი ხალხი არის და რა ვიცი რა ნების მატარებელი ხალხია და რადევს ამ ნაკადების ქვეტექსტად კიდე რა არის ხო მაგრამ აი ტექნიკურად ისე ვამბობ მე არ მჯერა რომ აი ამ 4 იურისტს და 2 ფეხბურთელს შეუძლია მე მგონია რომ როგორც აი რემონტს რო იწყებ ხო ძალიან მარტივი ამბავი განსხვავებით ნაციონალ მოძრაობისგან მაგალითად რომელიც რევოლუციური მთავრობა იყო და რევოლუციური მთავრობის პრეტენზია არის რომ მე ხა სამყაროს ვცვლი ხო მარტო ქართულზე ამბობ ნებისმიერ მე ხა სამყაროს ვცვლი და ამ ცვლილების დროს სამწუხაროდ იქნება რაღაც ადგილები სადაც აი უბრალოდ ვერ ვატევ ამ ჩემ ახალ რეფორმას და მე გავიტან რა ხო აი და გადავტეხავ სადაც გადასატეხია და მოვანგრევ სადაც მოსანგრევ ეგრე გააკეთეს ყველა რეფორმა ხო ტკივნეული რეფორმები მაგით ვერ ქვა მაგას მაგრამ დიდი რეფორმები სამწუხაროდ ესე კეთდება ხო თუ დიდ რეფორმას იწყებ რევოლუციური არ ახარ მაშინ უნდა კონდეს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების რა ანუ ლეგიტიმაცია უნდა კონდეს ძალიან მაღალი აი აგირჩიეს და გითხრეს რომ და ხო იძახდა საბიძინა ივანიშვილი რომ ჭარბი მხარდაჭერა გვაქვს ჭარბი თვითონ ჭარბი ნდობით სარგებლობდა ეს ხო და კი მე მესმის რომ ენდობა მაგრამ ნახეთ ენდობა რა მომენტამდე მაგალითად ის რემონტის მაგალითად არის რაღაცას მოკიდე ხელი და უცებ ამოყობს პრობლემა რომელიც უბრალოდ არ გიფიქრია ხშირად ხდება ხოლმე ხო არ ვიცი რაღაცა ლოძი მოვაძრე და უცებ აღმოჩნდა რომ იყო გაყვანილობა შენ როდესაც მოკიდებ ისე ვამბობ რა ფორმას მოკიდებ ხელს და იტყვი რომ აი ფორმა უცებ აღმოაჩენ ძალიან მაგარი აი ერთ თვეში აღმოაჩენ რომ ვიღა ტიპი მოდის შენ გამგებელთან და გეუნება რომ
400 ლარად რა ფორმა უნდა რა ფორმა ეს ბავშვი ამ ტანსაცმლით რომ მოდის, მე ძინავს კიდევაც რა, იმიტომ რომ აი ეგეთი გაჭირვება არის ქვეყანაში რა. და შენ მეუბნები ახლა რომ კიდე დამატებით ორი მხოლოდ სკოლაში ჩასაცმელი რომ ამ ფორმით მე ქორწილშიც მიყავს, იქაც მიყავს, რაღაც მიყავს. მრავალი ფუნქცია აქვს ამ ტანსაცმელს რა, რომელსაც ჩემი ფულით ვყიდულობ, რომელიც მაგ. და შენ მეუბნები რომ ცალკე ვიყიდო ახლა კიდე, რომელსაც მარტო სკოლაში ჩაიცმეს და სხვაგან ვერ გამოვიყენე და ამაში კიდე 400 ლარი უნდა დავხარჯო. ადამიანს, რომელიც წამლებს ყიდულობს აბებით, კარტოფილს ყიდულობს ცალობით და ასე შემდეგ, ხო? და ეგ პრობლემა განსხვავდება იმისგან, რასაც ესენი ამბობენ, ჩვენ ხო არ ადამიანებად ვყავთ, ძირითადად რა, მთავრობის მაკრიტიკებელი ხალხი გამოცხადებული, მაგრამ აი ადამიანებთან პრობლემებს შეეჩეხებიან ზუსტად მაგით რა და მე მოვუწევთ, რაც საბჭოთა გამონაკლისი წესი, თერჯოლას აღარ ეხება. მე ამაზე იტყვის რაღაც მესტიაც, რომ აი ჩვენც არ გვინდა ფორმები, მე იტყვიან რომ მესტიაც წაექნება და დატოვებენ, რა ვიცი, 40 სკოლაში თბილისში სიტყვაზე და იტყვიან რომ ჩვენ გავაკეთეთ რეფორმა. უარესი, არც არაფერი ვერ გააკეთონ. ისე დაივიწყებენ და ისე ანუ ხო ჩვენ ხო ამას მიჩვეულები ვართ ასე დაანონსებენ და მე აღარ აკეთებენ აი 2 წლის უკან იყო დაანონსებული რომ კერძო სკოლებს ექნება საკუთარი პროგრამა მეტი თავისუფლება რაღაცა მთელი ამბები გვალაპარაკეს გამოვედით ივესალმეთ დავკარით შემოვკარით სტაში არიქა გვეშველა ვიფიქრეთ მე დავიწყე ძალიან სერიოზულად ფიქრო იქნებ კერძო სკოლა გამეკეთა მე ფუძნებიად რაღაც არაფერი აი ესე წავიდა არც კანონად ქცეულა და არაფერზე არასახულა და მე სურვილი მაქვს და ეჭვი მაქვს რომ აქ ამ რეფორმიდანაც ბევრი რამე მასე იქნება ამის სურვილი მაქვს და ეგრე იქნება გადაუვალი რა ეგრე არის ანუ შანსი არ არის ანუ ვიცით რომ პირობითად მე ღრმად მწამს რომ აი ეს ერთი სახელმწიფოს ამბავი რა მაგალითად ხო რა სისულელია მე საერთოდ რა იდეას ეფუძნება ამბავი იმის შესახებ რომ ჭეშმარიტება შეიძლება მხოლოდ ერთი ფორმით იქნას დაწერილი და რომ სახელმწიფო არის ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც შეუძლია ამ ჭეშმარიტების დაწერა. ანუ არა სამეცნიერო საზოგადოება. ხო, არა სამეცნიერო საზოგადოება. ანუ დღეს როგორ იწერება, ხო, გამოცემელი მიდის კომპეტენტურ მეცნიერებთან და ეუბნება, რომ აი, მოდი, ჩემთან ითანამშრომლო. ის დაწერს რაღაც შინაარს, მე ის რაღაც კომისიაზე გადის, კარგია. სხვა მასწავლებელი, რომელსაც იცის, რომ ეს იყო რაღაც პროფესორი არის ქიმიაში, ფიზიკაში, ამიტომ ენდობა, ხო, ისტორიაში. ამ სახელმწიფოს ენდობა, არ ენდობა, თქვა მეთოდოლოგიურად ჩახედავს. მაგრამ ნახავს, რომ იქ თქვა სხვა სახელმწიფო შეიძლება ნაკლებად კომპეტენტური რაღაცა ერთი თავი აქედან მომწონს. ხო შეიძლება რაღაცა ლიდერების პრინციპით ლიდერები აწყო შენ თვითონ შენ თვითონ გააკეთო მასწავლებელი. მაგალითად ეგ არის რომ ხო არის სახელმწიფო კიდე დამხმარე ლიტერატურა. ხა როგორ თუ არ ვწდები მაგაზეც მიდის საუბარი რომ დამხმარე ლიტერატურა სავალდებულო უნდა. ხო, ან წარმოიდგინეთ შენ გეუბნებიან რომ ცოტა დიდგორზე შენ ეს უნდა ასწავლო, მაგრამ თუ კიდე ალტერნატივა მოგინება, მხოლოდ ესენი უნდა ასწავლო. იქნებ მე რომელიმე ირანული წყარო მინდა წავაკითხო. და პრობლემა უკვე შიშის დონე უნდა იყოს, რომ მე თუ ირანულ წყაროს წავაკითხებ, მე შეიძლება ეს სამინისტრო მითხრას, რომ მე ირანის აგენტი ვარ გავლენის და ბავშვებს ალტერნატიულ ისტორიას იმიტომ ვაკითხებ, რომ მე ისინი ირანის ხარის გადავიდნენ ამერიკაზე შემოგეთავაზებიან. იყოს, ხამიშნობა ხო, ციულს არ ინერვიულობ მაგაზე ირანზე ხა პირიქით იქნება, რომ ირანზე არა კი კაცო. ჩადებენ, რომ აი რაც უფრო მეცასწავლი ფინანსზე უკეთესია. და რაღაცნაირად ეს მაგიტომ ჯერა, რომ რაღაცებს გააფუჭებენ. ერთი შემთხვევა მახსოვს თანამშრომელი, აი ეს შევედი ოთახში, ორი თანამშრომელი ისხდა და რაღაცა რეფორმაზე საუბრობდით, როგორ ფიქრობ, შეცვლიან ამასო? და არ ვიცი, დავჯექის გამზე გავხსენით და განათლების მინისტრი იყო შეცვლილი რა. წინა და ეს დაინიშნა რა და ეგეც ხო გვახსოვს, რომ ანუ გააგრძელოს ხისი რეფორმა არის სრული სიგიჟე რა, მართლა გააგრძელოს ხისი რემონტი, თავიდან იწყებ რემონტს რა და იმდენჯერ შეცვლა ეს მინისტრები. და ჯერ თუ გინდა რემონტი და მათ არც უნდათ კაცო ახლა მაგენ. ხო და მანდ მივდივართ, ანუ ნება არ არის, კომპეტენციაც ცოდნა არ არის და რა გრჩება რა, და გრჩება ილუზია აი ამ მუშაობის, კორუფციასთან ბრძოლა ხო, რაღაც ესენი დაიწყეს ახლა, რომ აი კორუფციას ვერძეთ განათლების ეკოს, მაგრამ სხვისთვის რისთვის უნდა მოეკიდათ ხელი ისე ვამბობ. აი რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ, რომელიც ავტორიტარიზმის გამყარების გარდა უბრალოდ ნაბიჯს ვერ დგავს და იყოს თან კარგი და თან არ დაზიანდეს თვითონ რეჟიმი. აი რა შეიძლება რომ გააკეთო? რომელ სფეროში? ნუ ფორმები შემოიღო მე-6 კლასში. აი ეგეთი რაღაცა რა, რომ აი ჩვენ ან თუ არ გაამართლა და აყეყენ დამშობლები ერთგულ კაი ჯანდაბას გაწყვეტს. ერთი ნიუანსი არის რა მან, რა ჩვენ პრობლემა სკოლაზე როცა მასწავლებელი არის ყველაზე პრობლემა რა საბოლოო ჯამში და არა არც ფორმა მაგალითად, ხო? და იმ მასწავლებლებშიც პროფესიულ უნარებზე მეტად, ანუ შეიძლება საგანი იცოდეს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის მსოფლმხედველობა, მასწავლებლის ხედვა, ის საგანი, კონკრეტული საგანი ისწავლება და რაღაც თვითონ მასწავლებელი მიხვდება თავის თავს, ყველა მასე ვართ პროფესიულად, ხო, ჩვენ თვითონ ვავითარებთ საკუთარ თავს, ხო? აქ თავარი არის ჩემი აზრით, ის მსოფლმხედველობა და ის სამყარო
სამყაროს ხედვის ჩარჩოები, რაც მასწავლებელს უნდა კონდეს და ვიცი რაღაცა ისტორიის მასწავლებელი რუსეთს რო ოკუპანტად არ მიიჩნევს, ასეთი ხედვის მასწავლებელი თუ შეიძლება რომ სკოლაში იყოს, ეს ხო ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. არა მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს, რაღაცა ფაქტობრივი სახელმწიფოს გადმოსახედიდან პრობლემაა ყოველთვის. სახელმწიფოს ადამიანის ყველანაირი ლოგიკის და აბსოლუტურად ყველა ფორმიდან. ლევან, რაზე მინდა იცი საუბარი, რახან ესე კოლეგა ხარ და ფილოსოფოს რომ მოვიხელთებ ღირებულებებზე რო არ ვილაპარაკო, იქ არ შემიძლია ხოლმე. რასაც მე ყველაზე მეტად ვაწყდები და ყველაზე მეტად მაწუხებს, ეს არის აი ეს ღირებულებითი ორიენტირები, რაც შეიძლება რომ ბავშვს მასწავლებელმა საზოგადოებამ ოჯახმა მიაწოდოს, ხო? თან ერთი რამ არის რა, ძალიან დიდი გავლენა აქვს მასწავლებელს ბავშვზე. მე ვთვლი, რომ ოჯახზე დიდი გავლენა, დედაზე, მშობელზე დიდი გავლენა სოფხედველობრივი თვალსაზრისით აქვს სკოლას და მასწავლებელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა ხედვის ადამიანები დახვდება ამ ჩვენ შვილებს სკოლაში, ხო? აი რა მარტო ის კი არ არის, სწავლა ხო არაფორმალური განათლების ელემენტებსაც შეიცავს, არა ნებისმიერი ფორმალური განათლება, ხო? აკადემიური განათლება სკოლაში, ხო? გინდა არ გინდა, იქ მასწავლებლის რა ვიცი, მეტყველების მანერას იღებ, იქ ხო ჯაცმის მანერას იღებ, რაღაცა როგორ ურთიერთობს ადამიანებთან. ამას ხო ბავშვები ხო თავის დამოუკიდებელი არხები აქვს და ამას ისე იწოვენ, რომ შენ შეიძლება ნაფიქრიც არ გქონდეს ისეთი რამ ისწავლონ მოსწავლეებმა შენგან, ხო? რაღაც შეიძლება რა ვიცი, რაღაც არავერბალური ურთიერთობის რაღაც ჟესტი მოეწონოს შენი და ისა იყოს, ხო? ისეთ საინტერესოები არიან, რომ აი ხანდახან თვითონ მეკეუნებიან ნახე, აბა ეხლა მე რა პაროდირებენ ხოლმე მასწავლებლებს და უნდა გამოიცნო რა იმას. აი ამ გადასახედიდან რომ შევხედოთ, ხო, რას თავაზობთ ჩვენ ამ ბავშვებს? აი რა ღირებულებით ორიენტაციებს თავაზობთ, რა არის მნიშვნელოვანი. მე და ეს რა თქმა უნდა აკადემიურ ცოდნასთანაც არის მიბმული. მე მახსოვს, რომ აი ეს აჯანყებები საქართველოს, ხო, მე-19 საუკუნის დასაწყისში რა აჯანყებებიც იყო, მე არ ვიცოდი სკოლიდან და მე ეს სტუდენტობის დროს რაღაცა დისიდენტური ცოდნის სახით შევიძინე, რომ თურმე ქართველები იბრძოდნენ და თურმე სოლომონ დოდაშვილიც იყო ერთ-ერთი ლიდერი, ვთქვათ, ამ ბრძოლის და ეს მე გვიან გავიგე, როცა სტუდენტი გავხდი, ხო? და ეხლა ვხედავ, რომ ისა ბედნიერი ერი, კიდე რაღაცები იყო, რაც პროგრამაში არ იყო ჩვენს დროს ილეჭავდა. ეხლა რომ ვუყურებ, ხო, რომ ამოიღეს, ვთქვათ, განათლები, ანუ ეროვნული გამოცდების პროგრამიდან რომ ამოიღეს, ზუსტად ის თემები ამოიღეს, რომელსაც მე იცოდაც არ ვსწავლობდი სკოლაში. და დისიდენტურად მაქვს მიღებული ის ცოდნა, მე როგორც ვთქვათ, საბჭოთა ბავშვს. აი ეს რას გვაძლევს ეხლა და რა შეიძლება რომ ამ შემთხვევაში ნუ რას გვაძლევს და საითკენ მიყავთ ქვეყანა, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ აი როგორ შეიძლება რომ ამას რითი შეიძლება რომ დავუპირისპირდეთ რა. ეს მგონია რომ ყველაზე დიდი ბოროტებაა. ანუ ღირებულებითი ორიენტაციების აღრევა ამ ბავშვების, რომ ტერი მოყრათ მოგაჩვენოს მოყრათ. არც ის არის რომ მთელი სამყარო მტრად წარმოუდგინო ბავშვებს. ეს ბავშვებმა მკითხეს, აი ნოე ჟორდანიასო მართლა აწერია საფლავზეო მთელი ქვეყანა დაიქცესო თუ საქართველოს თავისუფალი არ იქნება. მე თვითონ შემძრა და გავარჩიეთ მე ეს იყო თუ არა სწორი. ეს ისა რატო უნდა დაიქცეს სამყარო? თუ კი საქართველოს არ იქნება თქვათ, კი გვესმის ახლა მისი ემოციური დამოკიდებულება, მაგრამ ხო, ნუ ვისაუბრეთ ამაზე და ძალიან საინტერესო ის გამოგვივიდა კომუნიკაცია ამ თვალსაზრისით, ხო? აი როგორ შეიძლება რომ ეს მიეწოდოს ბავშვს? აი ღირებულები ნაციონალური რაღაცა ისეთი წერტილები რა რაღაც. მეორე არის ფლატ იმაში არ უნდა გადავარდე, ხო, რაღაც გარჩაკეტილობაში და რაღაცა როგორი რთული თემაა, ხო? ერთი რომ რაღაც ეროვნული ღირებულებები უნდა კონდეს, მეორე რომ სოფლიო და სამყაროს ტენდენციებსაც უნდა აუწყო და სინამდვილეში ეს ერთმანეთს არასდროს არ ეწინააღმდეგება და ვაჟას თუ ასწავლეს სწორად უკვე ამას ასწავლი, რომ შეიძლება შენი ნაციონალური ზუსტად ზოგად კაცობრიულ ღირებულებებთან აბსოლუტურად თავსებადი კი არა ეგ არის. აი აქ რა გავაკეთოთ ახლა ამ ბავშვებს ისეთ საოცრებს. მე იცით რატო გელაპარაკებით ამას, მე მომივიდა ერთი მოსწავლე, რომელმაც მითხრა, რომ სკოლაში მასწავლებელმა გვასწავლაო, აი ვიფხისტყაოსანი რომ დაასრულე ფინალი რო არის, ქორწილი რო არის და ბოროს ძალიან კეთილმან და ცხარი და მგელი ძოვს და რაღაც, ხო? და ეს რეალობაში ვარ ხდებაო, ესო საიქიოს აქო აღწერილიო, შოთა რუსთაველსო.
კაიცელში გამწრე ერთადერთი ისა ავტორი ყავს რუსთაველის სახით, რომელიც გეუბნება, რომ იცი რა აქ სამყაროშივე არის შესაძლებელი რაღაცა დანიაში წავიდეს მაგალითად. შვედეთში და ნახავს. ბოროტსაც ლია კეთილმა და ცხვარი და მგელი. ხო, ცხვარი და მგელი როგორ ძოვს ხო ერთად. ხო, აი აქ რა გავაკეთოთ, ამას როგორ უნდა მოვერიოთ რა. როცა ანწუხელიძეს შეცდენილ ადამიანად მოგაჩვენებენ და როგორი ის არის არა რომ ადამიანი რომელიც აბსოლუტურად ცნობიერად აკეთებს იმას რასაც როგორი დაკნინებაა რა რაღაცა ძალიან გული მტკივა ასეთ რამბებზე მაგრამ ისე არის რა ვიცი პირველ რიგში ამ ჩვენ ძალისხმევებს უნდა გჯეროდეს რომ რა ვიცი ჩვენ წინააღმდეგობას წააქვს შედეგი და ის რომ ესე მარტივად ვერაფერს ვერ გაიტანენ და ყოველთვის დაილექება სადღაც ჩვენი ვერსია სწორი და თუ ჩახსნეს ახლა ეს ცოტათი აზროვნებს ჩახსნიან ხო? არა, აბსოლუტურად, მაგრამ განათლების სისტემიდან. განათლების სისტემიდან დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩახსნილი ეგ ხალხი, ხო? ანუ ისე შეოწყობას არ ვაყენებ, საბჭოთა განათლების სისტემა იყო ჩარჩოში მოქცეული განათლების სისტემა, ხო რაც? მეცნიერები ყავდა, მაგრამ რაღაც ისიქით ნაბიჯს ვერ დგავდნენ, ხო? თქვათ ან მარქსიზმ-ლენინიზმი იყო ერთ-ერთი ჩარჩო, რომ სადღაცამდე მიდიხარ და მე ამ რო აქ ისიქით რა. თქვათ ალტერნატიულ ლიტერატურას ვერ გამოიყენებდი იმისთვის, რომ იმიტომ რომ თუ ის ეწინააღმდეგებოდა ლენინიზმის რაღაცა დებულებას. და თუ უნდა დაგებეჭდა წიგნი, იქ ბურჟუაზიული ფილოსოფია უნდა გელანძღა. ხო და ამ სიტუაციაში ხა ისევ აი ამ რაღაცა გარყვნილ განათლების სისტემაში ის ალტერნატიული ცოდნები სადღაც აკუმულირდებოდა. რა მე ამ ბოროტსაძლია კეთილმასია, ხო? მე მჯერა, რომ არსებობს რაღაცა მართლა ლოგიკური დალაგება ფაქტების, რომელიც უფრო ნამდვილი არის, ვიდრე ის რაც არის ტყუილი რა. ანუ მე მჯერა რომ ტყუილი ფეხს ვერ იკიდებს. იმიტომ რომ არ არსებობს ხანგრძლივ აი დღესაც უყურებ 21 საუკუნეს რაღაცა პერიოდი სიტყვაზე რაღაც აუგუსტუსი ან რამზეს მეორე ან ვიღაც შეიძლება რაღაც პატარა ტყუილი შექმნა და მის სიცოცხლეში და კიდე 200 წელი გახაჩა რა, მაგრამ მე ლაგდება რა ყველაფერი, ხო? აი, მე 200 წლის მერე დალაგება არ მინდა. ხო და ჩვენ ეროვნულობაზე აქ მინდა ახლა და ამ წუთას ხო? ხო, ქართულ ხალხზე, ქართულ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ რა. და ამ თაობაზე ამ ბავშვებზე, რომლებიც ახლა სკოლაში არიან. ხო, მაგრამ მაგალითად ილია ჭავჭავაძე არ საუბრობს იმ თაობაზე. ილია ჭავჭავაძე ამბობს, რომ ჩვენ ეხლა რო რაღაცას თქვა განათლებას ვიზამთ დავაფუძნებთ, ჩვენს გაზეთის მკითხველების რაოდენობა გაიზრდება, უფრო მეტად ინფორმირებული ხალხი იქნება. მე გაზეთში იქ მივაწერთ, რომ კითხვის გამოცდილ საზოგადოებას 5 თეთრი გადმოვრიცხებ, თუ შეიძლება რაღაცა და ეს მკითხველი ხალხი დააფინანსებს რაღაცა და ივანე ნათლისმცემლის როლი არის უფრო რომ აი ქრისტე მოვა, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ის ვინც გზას გაკვალავს რა. თუ ესე შეხედავ შენ ბრძოლას, მაშინ იტყვი რომ მე ჩემ თაობაში დიდი სიამოვნებით მოესწრებოდი რაღაცებს რა, მაგრამ მე მჯერა რომ მაქვს შესაძლებლობა რომ უკეთესი გავაკეთო სხვა თაობისთვის რა, ამისთვის მე რაც შემიძლია მაქსიმუმს გავაკეთე. მაგრამ აი ის რომ ნამდვილად გადალახა ანწუხელიძეს ანტიგმირად აქ ვერავინ ვერ გამოიყვანს. გამორიცხული ამბავი რომ ეგეთ რაღაცა მოხდეს რა. არც ეხა არც 200 წელს მე შეუძლებელი. და ის პროპაგანდა რაც ჩვენ გულს გვტკენს, სინამდვილეში არის აბსოლუტურად უძრული, იმიტომ რომ მართლა ტროლების გარდა აღარ დაჭათ, რომელიც უსირცხვილოდ გაიმეორებს ეგეთ რაღაცას სიტყვაზე, ხო? აგვისტოს ომის ამბავით რომ წარმოვიდგინოთ, ყველამ გულის წიაღში იცის რომ ეს არის დიდი ტყუილი და შეიძლება ეხა გაიმეორონ სამსახურის დაკარგვის შიშით, რომ კი ჩვენ დავიწყეთ თუნდე რაღაცა, მაგრამ დარწმუნებული ვარ სუფრაზე, ანუ კაცი არ არის, რომელსაც სამხედრო არ აყავს სანათესაოში ან ვიღაცას არ უბრძოლია, ან ეხა უკრაინაში არის, ან ავღანეთში, ან ერაყში, ან აგვისტოს ომში არ უბრძოლია, ანუ ყველა რეგიონს ყავს ეგეთი ხალხი და ბავშვებს რო ხვდები ხოლმე, რომ აი ბიძაჩემი იბრძოდა, მამაჩემი იბრძოდა, გეუბნებიან და ხა შანსი არ აქვს რომ მაგას ესე გადაუკეთო და უთხრა რომ ბიძაშენი რო იბრძოდა სინამდვილეში deep state იცის რა მაგ ბავშვმა სუფრაზე რა და ისევ ამბობ შეიძლება მაგ ოჯახიდან საჯარო მაშინ იყო სამსახურში მე დასაქმებული და ოფიციალურად სადღაც Facebook-ზე რაღაცას წერდეს, მაგრამ როცა მოიგონებენ ბიძამის და ანწუხელიძეს ზუსტად ისე იგონებენ როგორც უნდა იგონებდნენ რა, ანუ გამორიცხული ამბავი არის. ხა და აქედან გამომდინარე მე ამჯერა რომ აი ეგრე დაგვაზიანებენ ესენი ამ თავისი გარყვნილი პროპაგანდით რა. თუმცა როცა საუბრობთ რომ აი რა შეიძლება გავაკეთოთ, ანუ სახელმწიფო მე ვფიქრობ რომ არ უნდა იყოს, სახელმწიფო ვერ ასწროს, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე რომ ზნეობრივად გაზარდოს მასწავლებლის გარეშე, ზნეობრივი მასწავლებლის გარეშე მოსწავლეები, იმიტომ რომ სახელმწიფოს არ აქვს შეხება ბავშვებთან, მასწავლებელს აქვს შეხება რა და ვერც ერთი ტრენინგი ვერ დაატრენინგეს მასწავლებელს, რომ აი ხა ესე ასწავლეს სიტყვაზე შოთა რუსთაველი და ეგ იქნება გასაღები რაღაცის რა. თავისუფალი მასწავლებელი არის ტიპი, რომელსაც ზნეობრივად აქვს ორიენტირი თვითონ ჩამოყალიბებული, ეს ჩანს მის სწავლებაშიც და მის ქცევაშიც.
ეხლა თავარი პრობლემა ჩემთვის ეს არის, რომ ბავშვი მაგალითად ერთი კაცი არის, ეხლა განმანათლებელი ქვია, ყოველთვის ეძახის თავის თავს და ამბობს მე 16 წლის ვიყავი თუ რაღაცა პირველ 6 წლის თუ რაღაცა წავიკითხე რაღაცა და იქ ეწერა რომ იყავი მშვიდი და იმის მიერ რომ მშვიდი და მე ვიყავარ ნაგინები იმაში რა ქვია ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავით ერთად და მოიშალა რაღაცას ნერვები ვერ მოითმინა სანამ სიტყვას ვიტყოდი რა ხო და ნუ გამეცინა რა იმიტომ რომ ნუ მე ხო მახსოვს რომ არ არის ბავშვებს ხდება და ბავშვებს ეს ამ 7 ხმით ეუნება რა ეს თეატრია რა რომ აი 7 უნდა იყო და ბავშვები დაშს უკრავენ რა და ნუ ვერ მოატყუებ რა იმიტომ რომ იქ ბავშვი შიშველი მეფის ამბავის არ იყოს რა შანსი არ არის აი თითო წარბის ატოკებას ეგრევე რეაგირებენ და ხო ვიცი ხო 21 საუკუნეში მით უმეტეს მშობლებს ვიცნობ ჩემი მოსწავლეების ის ისეთი რაღაცები მიბრუნდება რაც მე მეგონა რომ შემოჩნეველი დარჩებოდა ან რაღაცა ხუმრობით ზოგი რაღაცა რომ ჩემ შესახებ რა ამბები ტრიალებს სკოლაში მე ვიცი ზეპირად რა და მე რომ ვასწავლო ის რასაც მე თან არ მჯერა მე თქოს მე რომ მას ბოდიში მოკმან რას ყოფია ხა რომ მე დაგინახე რომ შენ სხვა რაღაცა აკეთებდი ტელევიზორში მაგიდის ქვეშ შემძვრალი მასწავლებელი რომელიც აყალბებს არჩევნებს ის ავთანდილზე და თინათინის სპეცის სპექტაკლზე და პრინციპულობა მილია ჭავჭავაძე ვერც ერთ თემას რა ვაჟა ფშაველა და ვაშკაც ვერ ასწავლის რა იმიტომ რომ ის რასაც ასწავლის ბავშვმა იცის რომ არის უბრალოდ სპექტაკლი რომელსაც ახლა უნდა უსმინოს და იწეროს და აი ეგ მაგით ჯერა რომ ამაში რომ ვზრდით ამ სპექტაკლებს რომ ვაყურებინებთ და იქ ნატურალური და ეს შენ ვზდით ისინი არის ზრდებიან და ეგ მომწონს რა ძალიან იმიტომ რომ ბავშვებსაც ხო და ბავშვებს რო ხვდები ხოლმე რა ანუ აი ბრავით ამას წინათ შევხვდი მეუნებიან რა ჩვენი დირექტორი ამას აფუჭებს ჩვენი მასწავლებელი ამას ქვია ერთხელ ეს გააკეთა იმან ხელი გაარტყა ის საერთოდ შეშინებულია და რო უთხარით რომ ევროკავშირზე პროექტს ვაკეთებდით გითხრა რომ არ გააკეთოთ ანუ მიყვებიან პირდან იციან რა ბავშვებმა მე ეს შევკითხოს რომ თუ დირექტორი და მასწავლებელი ესეთი ეს ბავშვი ესეთი რატო გამოვიდა რა და ზუსტად ეგ არის რომ სკოლა არ არის მხოლოდ აი სკოლა ცალკე რა და ეგ ეშლებათ ამათ რა ან შენ მთლიან ტრანსფორმაციას აკეთებ მთელი საზოგადოების ან შენ მარტო სკოლით ვერ გადიხარ იგივე შედეგებზე რაც სტალინი გავიდა თავის დროს ანუ თუ ვინმე მართლა გიჟურად დაჭდა და თქვა რომ აი ჯენზი ქუჩაში რატო გამოვიდა და ეს არის სკოლის ბრალი ან უნივერსიტეტის არის გიჟი რა ჩვეულებრივად რომ დავით სოციუმი არის რა თქვენ რა გონიათ მე რასაც ვამბობ ბავშვი მოდის და ChatGPT-ს ვკითხე მეუნება რაღაც გადაცემა ვნახე არც მithქავს ან ადრე იყო რომ შენ თვითონ ეუბნებოდი რომ აი YouTube-ზე აი ეს გადაცემა ნახე ჩვენ სკოლაში გვაქვს ლისტი რომ აი წიგნები და ლინკები რაც შეიძლება რომ გამოიყენო ვინღა უყურებს ჩემს მიერ შერჩეულ ლინკებს და რაღაცებს უცებ მოდენ TikTok-ში რაღაცა. ხო, თავისები, ვისაც აინტერესებს თავისი მო. გამორიცხულია, რომ აი ეგ ბავშვი დავიჭირო მე და ისეთი ტიპის ინდოქტრინაცია გავაკეთე, რომ რაღაცები, ანუ მაგიტო არ მეშინე, მაგალითად შემოაქვთ რელიგიის სწავლება, ხო? ჩვენთან არის რა რელიგიებს გავდივართ ისტორიაში. ფუნდამენტურად რა ტექსტებსაც ვაკითხეთ პირველადაც, ისტორიულადაც ვფარავთ ყველა დიდ რელიგიას, ინდუიზმს, ბუდიზმს, ისლამს. მე იმისი მეშინია, რომ საერთოდ შეაძულებენ ამ რელიგიას ბავშვებს და ეკლესიაში არის რამდენიმე ისეთი სკოლა პროფილური, ხო, რაღაცა სასულიერო მიმართულებით და აბსოლუტურად არც ერთი მისი სკოლის მოსწავლე მე ვიცი ახლა თბილისშიც და სხვადასხვა არც ერთი აი ეს პროფილური სასულიერო გიმნაზიებიდან არც ერთი სასულიერო პირი არ გამოსულა. ხო, რაღაცა ბავშვი არის ბავშვთან გულის შეშვება არ შეიძლება, ამიტომ რომ ან ბავშვთან შენ თამაშობ, თუ საწყის და დამწყებ კლასებზე საუბრობთ, ხო, ხა მაგის გამოცდილება გაქვს. მაგრამ ან პრინციპში სულ რა, იმიტომ რომ როგორც კი შენ სერიოზულად, აი მართლა სერიოზულად, აი რამდენიმე აი რაღაცა გაბრაზება, ან არ მუშაობს, რომ ახლა მე ხა სერიოზულ საკითხზე გესაუბრები, არ არის ის მისთვის სერიოზული საკითხი, ეგეთ რამე არ არსებობს. პროცესი მოწონს. ჩაგიჭერს და მაგაზე გათრევს რა, ანუ საშიში ხალხი არიან ბავშვები სინამდვილეში და ხილად უნდა იყო, რომ მან არ გაუსერიოზულო ისეზე, ანუ ისე ვამბობ, რა ქრისტიანობა ჩვენ თან როგორც ვთქვათ, მორალური ფილოსოფიის ძალიან ახლოს არის რა, ანუ მე ისაც ამ სწავლებაშიც ვიყენებ, ტექსტებს ყოველთვის ციტირებ, ასე შემდეგ, ანუ რა თქმა უნდა. ამიტომ ჩემთვის ძვირფასი არის და ვიცი რა შეიძლება გააფუჭოს არასწორად მიწოდებულმა, ზედმეტად სერიოზულად მიწოდებულმა და მხოლოდ რელიგიურ ჭილში და არა თქვათ სწავლების ჭილში მიწოდებამ. რა რომ აი ხა მე თქვენ კარგ რაღაცას გასწავლით, ანუ ყველაფერი კარგია. გაიხსენ ფიზიკის მასწავლებელი ასე უნება. ის კარგია გამოგადგება, ქიმია მაგას უნება, მათემატიკა მაგას უნება. მართლებით ვართ იდეაში, მაგრამ არის ის ბავშვი, თუ სხვანაირად უყურებს ამ სამყაროს. და ხა შენ ამბობ, რომ იმისთვის რომ ზნეობრივი ბავშვი გამოვიდეს, აუცილებლად მღვდელმა უნდა ასწავლოს, არა, მასწავლებელმა უნდა ასწავლოს და შესაბამისად უნდა ასწავლოს რა და აი ეს წარმოდგენა რომ მღვდლის და რა ანუ ნახევარი საქართველოს 80% ოფიციალურად ამბობს რომ ეკლესიაში დადის და რიტუალებში მონაწილეობს და საქმეზე რომ იდგება რა ზნეობრივი არის ისი 600 მილიონის მოპარვა
ზნეობრივი საქციელი არის საკუთარი მოქალაქეების ძარცვა მაგალითად, ან შენი თანაგუნდელის გაწირვა და მის მოკითხვის ისა, ლაჩობა ზნეობრივი საქციელია, ეკლესიური საქციელია. ამიტომ ის რომ აი ბავშვებში თუ ეს იქნება, ამიტომ ჩვენ აღარ მივიღებთ კორუმპირებულ მაღალ ჩინოსნებს ან სიტყვაზე გუნდი უფრო შეკრული იქნება. არის ნუ აბსურდი არის, მაგრამ აი ცდილობენ რა რაღაცებს, აი რაც ესე გამოიყურება რომ თითქოს ხო რაღაცა ესეთი შევა სკოლაში რა, ხო და რავი თავის ფუნქცია შეასრულოს, სადაც არის ბევრად უკეთესი საზოგადოება გვექნებოდა, ვიდრე თქვით კიდე სკოლი დავდოთ. ნახავთ ჩვენ თვითონ სამწუხაროდ ძალიან ბევრ გულაჩუყებულ მგდელს, რომელიც უბრალოდ ვერ გაკარჭავს სკოლაში რა. ხო ვიცით რომ სკოლა სხვა ტიპის მუშაობას მოითხოვს და ნერვებს კიდე ამასთან ერთად. მე ვიცი გამოვარ, ამიტომ მე ღირებულებებს როცა საუბრობ, ვისურვებდი რომ მასწავლებლები იყვნენ რაღაცნაირად, აი ამ თვითონ რასაც ამბობენ, ამის ერთგულნი რაღაცნაირად და დანარჩენი მე აი ამას მოარგონ რა და ისე თავისუფალი მასწავლებლის გარეშე თავისუფალ მოსწავლეს ვერ იღებ და ცოდნა თავისუფლების გარეშე კიდე საერთოდ არ არსებობს რა, იმიტომ რომ ჩვენ ვისაც ვასწავლით, აი ვისაც ვასწავლით საერთოდ იმიტომ მოიგონეს და მოიფიქრეს ის, რომ იყვნენ თავისუფლები რა. და ვისაც არ ვასწავლით, აი ლეონარდო და ვინჩისაც ვასწავლით, მაგრამ დიდ არაფერი არ მოუგონია რა, იმიტომ რომ რასაც იგონებდა დღიურში წერდა და იყო ყველაზე არათავისუფალი ადამიანი და მის გამოგონებებს არანაირი გავლენა არ მოუხდენია სამყაროზე რა. ბევრი რაღაცა მოიფიქრა, მაგრამ ყველა დღიურში ეწერა უკუღმა ჩაწერი, რომ იმეს არ ენახა, რომ არ მოეკლა და ამიტომ ლეონარდო და ვინჩის ეს გვიან დაინახეს ხო უკვე რომ გამოგონებული იყო ყველაფერი, რომ თუ მე პარაშუტი დახატული აქვს, მაგრამ რადგან უკვე ხვდებით, აზრი არ ქონდა რა და და ვინჩის რო ქონოდა შესაძლებლობა რომ ეს პარაშუტის ესკიზი მე ეტანა ექსპერიმენტით ჩაედა ვიღაცა ეთქვა რომ ყოჩახ რა კარგი არის მოდი ვნახოთ ანუ კვეთები აქვს ხო სამედიცინო გაკეთებული ხო ვთქვათ ორსული პეპე ანუ ქალები ბავში საშილოსნოში ანუ მედიცინა შეიძლება ბევრად შორს ყოფილიყო მაგრამ არ იყო იმიტომ რომ აკრძალული იყო რა და აი ეს არა პირიქით ვინც იყო თავისუფალი ხო ანუ კოპერნიკი პაპმა მიცა თავისუფლება მაგრამ იყო თავისუფალი ხო გალილეო სადამოდეს გაბედა სანამდეც გააბედინეს მე კი ჰაუს არესტი ქონდა მაგრამ ის თავისი მიკვლევა თავისუფლების წყალობით იყო რა და შენ იღებ აი ამ თავისუფლების პროდუქტს და ეუბნები რომ ეხლა მოდი ბავშვებო შევხსნათ რაღაც სივრცე სადაც ჩვენ თავისუფლება ცუდია იმიტომ რომ თავისუფლების დროს შეიძლება ფიქრები გაგიჩნდეს ბოროტი და ასე შემდეგ და ვერ ასწავლის არათავისუფალი ადამიანი ცოდნას რა თავისუფლების შესახებ რაც პრინციპში ყველაფერი არის რა ის გამოვიდა რაღაცა მგონია ფინალისკენ წავედით ხო ძალიან საინტერესო იყო ჩვენთან საუბარი და მგონია რომ ჩვენი მაყურებლისთაც საინტერესო იქნება ჩვენს პოდკასტს რახან ქვია ლალის თან ყავაზე ორი სიტყვა ყავაზე უნდა გვითხრა შენ როგორც მივხვდი ყავის სველთა კატეგორიას არ ეკუთვნით ზერბასო მაყურებლებო ეს ის სტუმარია რომელმაც ჩაი მომთხოვა ლალის თან ყავაზე ეს თვითონ იდეის დაკნინება კი აღმოჩნდა რომ ჩაიზე და ლალის თან ყავაზე დაილია ჩაი ხო აი რატო არა ყავა დიდი ხანი აღარ დამილევია ყავა არც ეგ მე მგონი რაღაცა ისა Pink Floyd თუ Led Zeppelin-ის უსმენო თუ რაღაცა ისია ხო ჩაის და ყავის უსმენები რაღაცა ემიჯდებიან ერთად ხო ჩაი უფრო სხვა კულტურა არის ჩემთვის რა და ყავა სხვა რაღაცებსაც მოითხოვს ხო რაღაც კომბინაცია აი რას მოითხოვს ყავა რა ვერ გაუკაჩე ყავას რაღაცნაირი რუტინული ამბავი არის რა დილით ყავა მე ესე იგი ყავა უკავშირდება გაღვიძებას მე მინდა რომ ყავის გარეშე შემეძლოს გაღვიძება ჩაი არის უფრო განტვირთვის ამბავი დაქვემდებარება არქენდა სხვა ტიპის ხო ანუ აი მაგ კულტურას ვერ ვცდილობ რომ გავეკცენ ყავის შესვენებაზე რო ყავა ხო ანუ სხვანაირი რეჟიმში მოდიხარ საერთოდ ყავაზე ხარ აწყობილი მე რა და მე უნდა ვსვან ხოლმე დღეში რამდენი ყავა გამოდის მე აი 10-მდე ავდივარ დღეს განმავლობაში მე მაგდაც 10 ყავა რო დავლიო ამიტომ მოვიფიქრე რომ ჩემი საკუთარი ცენტრი გავაკეთო ესეთი და კიდე რაღაცები როგორც ხდება ხოლმე ჩაი კაია ძალიან აი ასე ყავის ანტირეკლამით დავასრულეთ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ ვინც გვიყურებდით ველოდები რომ კომენტარები იქნება ძალიან კარგი იქნება თუ კითხვებს დაგვისვამთ იმიტომ რომ ძალიან მიხარია ხოლმე როდესაც კომენტარები არის და პასუხობთ ხოლმე გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი Facebook არხით შეგიძლიათ რომ გამოიწერეთ საერთოდ ყველა სოციალურ მაშინ ვართ Excel-ში ვართ წარმოდგენილი დაგემშვიდობებით ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და ჩემი სტუმარი იყო ლევან ღამბაშიძე ფილოსოფოსი მასწავლებელი და ადამიანი რომელიც არის სოციალურად და პოლიტიკურად ალბათ აქტიური ხო მე მასწავლებელი თუ ხარ უკვე პოლიტიკას ქმნი და აკეთებ ეს უკვე თავისთავად ცხადი ამბავია დაგემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე